რანაირ თანასწორი გარემო არ არის. დადგა არასამართლიანი შედეგი. არჩევნები დავანსგავსოთ არჩევნებს. თუ კი კარგი საარჩევნო ადმინისტრაცია ყავს, ცუდი კანონმდებლობა შეიძლება კარგად ახსრულდეს. შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია. არანაირ კომპრომისი არ წავა თუ ზეწოლა არ იქცვა. ჩემი გზა არის არჩევნების გზა. ოლიგარქის თამაშებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. თავარი საკითხი არის პოლიტიკური ნება. წინასწარ წარგებულ თამაშის შესვლა. ნიშის მოგებით აი ხო გაგაგდევ მაინც რა გახარებული მომაძახა. და რას ვაწყდებით მურუსიძის კლანს. ქართული ოცნება არ თუ დათმობა ესწავიდა, არამედ მიიღო უფრო მეტი რეპრესიული კანონი. ვითხოვთ პოლიტპატიმრებისგან თავისუფლებას, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. მინიმალური მაინც რაც არჩევნებს დაარქმევს არჩევნებს. აგერ მაინც ვდგავართ ამ პროცესში და წინააღმდეგობა არ ქრება. დღეს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ხელს გვიშლის ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო და მათ შორის საკონსტიტუციო ორგანოები და ერთ-ერთი ეს გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არ არის დაკომპლექტებული სამართლიანად და სადაც ზღვარი არის წაშლილი ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და იმ ორგანოს შორის, რომელიც რეალურად დამოუკიდებელ ნეიტრალურ არბიტრს უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო ხმის მიცემის პროცესში. ეს არ არის მხოლოდ პრობლემა, რომელიც მაგალითად კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებით შემოიფარგლება. ეს არის უფრო მძიმე და ფუნდამენტური პრობლემა იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა, ეს ორგანო სწორედ უნდა უზრუნველყოფდეს ამ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ხელს გვიშლის მმართველობა, რომელიც დღეს არის ხელისუფლება აქვს მიტაცებული, მან შექმნა წლების განმავლობაში ისეთი სისტემა, სადაც რეალურად ამომრჩეველს ყოველთვის არჩევნების დასრულების შემდეგ რჩება განცდა, რომ ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო უბანზე თავად მიიღო. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გქონდეს ისეთი, სადაც ამომრჩეველს არ ექნება ესეთი განცდები, ამისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოვაშოროთ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანას, დაუბრუნოთ დემოკრატიული პროცესი, რითაც შემდეგ გვექნება ისეთი არჩევნები, სადაც ყველას გვექნება ეს განცდა, რომელზეც ვსაუბრობთ. ყველა უთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები ბოლომდე სამართლიანი არასდროს არ ყოფილა და არ ყოფილა იდეალური, ზოგჯერ უკეთესი იყო, ზოგჯერ უფრო უარესი. საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში აი ამ გაუარესებული საარჩევნო გარემოს ფონზეც კი შეცვლილა ხელისუფლება. დღეს არც იმის ინდიკაცია ჩანს არანაირი და მე პირადად არანაირი განცდა არ მაქვს იმის, რომ ქართული ოცნება რაიმე კუთხით აპირებს საერთოდ რაიმე დათმობაზე წავიდეს. ოცნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფაქტიურად აი ამ ავტორიტარულ გზას დაადგა და მათ შორის ეს დემოკრატიული გარემოც მაქსიმალურად გააუარესა, მიიღო ის კანონები, რაც მიიღო და ჩაატარა ის რეპრესიების ტალღა მათ შორის, რაც ჩაატარა, იძალა და ადამიანებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყოველივე მე მაგალითად მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ოცნება საერთოდ არანაირ დათმობას წასვლას არ აპირებს. მათ შორის მათი მტრული რიტორიკაც პარტნიორების მიმართ. იმას საუბარი, რაიმე სახით აი ამ რეალობაში ქართული ოცნების პირობებში არჩევნები იქნება იდეალურთან მიახლოებული მაინც, ეს უბრალოდ არის ილუზია. ისინი ამ ეტაპზე სრულიად კონცენტრირებული არიან, რომ ეს კორუფციით მოპარული ფული მაქსიმალურად დაიცვან, ფაქტიურად საკუთარი ეს თვითგადარჩენის რეჟიმში არიან შესულები და აქედან გამომდინარე არანაირ დათმობაზე არ წავლენ. ამ განზომილებაში ფაქტიურად რა ორი ცვლადი გვაქვს, ხო? ერთი არის ფაქტი, ის ინსტიტუციები, რომელიც ფაქტიურად ქართული ოცნების პარტიულად არის დაქვემდებარებული, ეს ინსტიტუტები ქართული ოცნების პარტიის ქვეშ და მეორე, ეს არის ელექტორალური განზომილება, ხო? ანუ პირველი ეს ინსტიტუციები უბრალოდ არის ფაქტი და ოპოზიციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტიურად არაფერი არ შეუძლია იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ, მაგალითად ის, რომ ცესკო ერთპარტიული არის, აი ამის საპირწონედ რაიმე გააკეთოს, ან მაგალითად ის, რომ სასამართლო ხელისუფლება ქართული ოცნების, ასე რომ თქვა, დაქვემდებარებაში არის თავიდან ბოლომდე მოქცეული, ამის საპირწონედაც არ შეგვიძლია არაფერი
ყველაფერი გავაკეთოთ, თუმცა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ეს ელექტრული ბალანსი მაქსიმალურად შევცვალოთ. და რა სკოლისხმობ ამაში, მაგალითად 20-24 წლის არჩევნებზე ოპოზიცია მოახერხა და გაიმარჯვა ქართულ ოცნებას, თუმცა ბალანსი არ ყოფილა იმდენი, რომ აი ამ ქართული ოცნების манипуляციების გაყალბების ფონზე საბოლოოდ გაფორმებულიყო ოპოზიციის გამარჯვება. დღეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევცვლოთ ის და ვიმუშაოთ მათ შორის ამ მრჩეველთან პირველ რიგში იმაზე, რომ ეს ბალანსი გაიზარდოს მინიმუმ იმდენჯერ, რომ ქართულმა ოცნებამ აი ამ манипуляციების ხარჯზე უბრალოდ ვეღარ შეძლოს აი ამ ბალანსის აღმოფხვრა, ხო? მაგალითად მათმა მეგობარმა, რომელიც ანალოგიურ პოლიტექნოლოგიებს იყენებდა. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის უნგრეთი, საბოლოო ჯამში იგივე ტექნოლოგიებს, პოლიტექნოლოგიებს იყენებდა იმისთვის, რომ მის ხალხზე რაღაც ასე რომ ვთქვათ, манипуляციას ზემოქმედება გაეწია. საბოლოო ჯამში ის ჩავარდა, იმიტომ რომ სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ აი ამ манипуляციების ხარჯზე ეს ყოველივე ვერ აღმოფხვრა. შესაბამისად, ჩვენი პირველადი ამოცანა უნდა იყოს, რომ აი ეს ბალანსი მაქსიმალურად გავზარდოთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვერ შევცვლით იმ ინსტიტუციურ მდგომარეობას, რაც დღეს არის, თუმცა შეგვიძლია შევცვალოთ ის ელექტორალური ბალანსი, რაც არის ოპოზიციას და ქართულ ოცნებას შორის. დღეს საქართველოში სამართლიანი არჩევნები არ ტარდება და ის მთავარი მიზეზი ამის არის ქართული ოცნება და პოლიტიკური ნება. დღეს არ არსებობს პოლიტიკური ნება კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების. და ეს გამოხატულია იმ გადაწყვეტილებებში, რაც ქართულმა ოცნებამ ბოლო წლებში მიიღო. პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო ფაქტიურად დღეს არ არის ნეიტრალური. მთლიანად შეზდილია ქართულ ოცნებას და ეს არის რაღაცა პარტიული დეპარტამენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს. მხარი დაუჭიროს ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებს ქართული ოცნება. დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არის შერეული სისტემით დაკომპლექტებული, თითქოს მრავალპარტიული, ქართული ოცნების გარდა წარმოდგენილია ორი პარტია, მაგრამ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან ქართულ ოცნებას აქვს რეალური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, თავარი საკითხი არის პოლიტიკური ნება. და ეს პოლიტიკური ნება შესრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პროტესტში მონაწილე საზოგადოება იქნებით ცხად უმრავლესობაში ქართულ ოცნებასთან და ქართული ოცნება მოუწევს ერთი მხრივ უკან დახევა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესვლა, მეორე მხრივ განთავისუფლდება საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური ზეწოლისგან და იქნება რეალურად ნეიტრალური ორგანო. რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები არჩევნებად, ხო? პირველ და მთავარი მოცემულობა ეს არის თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო. როდესაც კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოვიდნენ და თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის მიმართულებები. მეორე და მთავარი ეს არის ასევე სამართლიანი პროცედურები. როდესაც საზოგადოება თანხმდება, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს, არის სამართლიანი და თავისუფალი ჩართულობა არის ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე დაკვირვების მაქსიმალური შესაძლებლობაც არსებობს. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობდეს, ანუ მართლმსაჯულება, რეალური მართლმსაჯულება იყოს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სამართლებრივად გამართული იქნება ეს პროცედურები. ჩვენ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში, ხო? ანუ მაქსიმალური ზეწოლები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ბაღის, სკოლის პედაგოგების ზეწოლა, ასევე სიპების და აიპების თანამშრომლების და ასე შემდეგ და ჩხუბი, ცემა, დაჭერა ასევე ლიდერების, ხო? როგორ შეიძლება რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იყოს ამ დონეზე დაძაბული და ჩვენ ჩავთვალოთ ის, რომ ამომრჩეველს აქვს ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არა, ხო? რა მოდელის შემოგთავაზე ოცნებამ. ეს არის ელექტრონული მოდელი, სადაც არც ერთ სხვა ჩართულ მხარეს არანაირი მონიტორინგის შესაძლებლობა არ გააჩნია. არავის არ შეუძლია რომ ჩაიხედოს აპარატში, გაიგოს მაგალითად რამდენი ამორჩეველი მოვიდა, დაითვალოს ხელმოწერები, შეადაროს ყუთში არსებულ ბიულეტენებს და ასე შემდეგ. ეს არის დახურული ყუთის სისტემა, სადაც ჩვენ გვეუბნებიან რომ ამას მე ვნერგავ, მე ვწერ სიებს, მე ვწერ პროგრამას და შენ უნდა სიტყვაზე მენდო რომ მე ამას ვაკეთებ სამართლიანად. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ხო? ერთადერთი არგუმენტი, როდესაც მოყავთ ხოლმე არის ის, რომ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმა თურმე ეს აპარატები და თქვა რომ კარგია. ანუ რანაირად, როდესაც შეკითხვაში იყო დასმული შემდეგი, რომ ფარულობა იყო თუ არა დაცული, ესე იგი, ამ აპარატების მიხედვით და კი დასკვნაში ეწერა რომ ფარულობა დაცული. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ რომ ფარულობა არ იყო დაცული, ხო? შავი წერტილი იყო ის დიდი ლაქა, რომელიც ოცნების ანგარიშზეა და ამას ისინი ვერასოდეს ვერ ჩამოიშორებენ.
მოაშორებენ. ასევე მაქსიმალურად იქნა გამოყენებული ამ აპარატების შესაძლებლობები ოცნებისთვის, როგორც ინფორმაციის რეალურ დროში მიღების საშუალება, ვინ რომელ სუბიექტს აძლევდა ხმას, ზუსტად ესეც იყო გაშიფრული ამ აპარატების მიხედვით, მათ შორის კამერასთან სინქრონიზაციაში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ არჩევნების დღეს ოცნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაშალეს კამერები და თქვენს რომ ჩვენ გაკონტროლებთ თქვენ და ეს ყველაფერი იცოდეთ. კი, დარღვევები შეიძლება მოხდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში ამ დარღვევების გამოსწორების მექანიზმები, ხო? და რას ვაწყდებით? მურუსიძის კლანს. საბოლოო ჯამში მივდივართ, რომ ისე მურუსიძის კლანს ვეუბნებით, რომ იცი რა არის, დარღვევა მოხდა და მოდი აღმოფარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აბსურდი. რა თქმა უნდა, ამ ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის წინასწარ განწირულ, წინასწარ წარგებულ თამაშის შესვლა და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ ნიჰილიზმს წარმოშობს. მე საზოგადოებაში და გეუბნებიან, რომ როგორ დაიცავი ჩემი ხმა, რატო უნდა მოგცე ხმა? თუ შენ ვერ ატარებ ვერც წინასაარჩევნო კამპანიას, ვერც პროცედურას ვერ იცავ და მათ შორის ვერც მონიტორინგს აკეთებ, ხო? შესაბამისად, მე უკვე აღარ მჯერა შენი. ამიტომ ყოველი შემდგომი არჩევნები არის ნიჰილიზმი, რომლიდანაც საზოგადოება ვერ გამოდის. და სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემო გამოსწორდეს. თუ კი მაგალითად ემიგრანტების ხმები, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ ადამიანებს ერთადერთი ხელშესახები საკუთარ სამშობლოსთან ქონდათ ის, რომ მიდიოდნენ და ხმას აძლევდნენ, ესეც კი მოისპო. ის რომ მაგალითად დამკვირვებელს შეძლო, რომ ელემენტარულად მისი პირადობის მოწმობა გამოერთო, რომელიმე ამორჩევლის და ის დარწმუნებული იყო, რომ ეს პირადობა მისია თუ არ არის, ესეც კი მოსპეს, ხო? და ამ რეალობაში სამართლიან არჩევნებზე საუბარი და 70 და 80%-ის მოპოვებაზე, რა თქმა უნდა, утоპიურია და ეს ჩვენ არ გვჯერა. ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნები ნამდვილად არ გამოირჩეოდა არც ერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მაღალი ხარისხით, თუმცა 20-24 წლის არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნების, რომელსაც ნამდვილად ვერ უწოდეთ თავისუფალი და სამართლიანი და ვთქვით, რომ ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ზოგადად არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, როგორი უნდა იყოს არჩევნები იმისათვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი ეწოდოს და ასევე საქართველოს კანონმდებლობა ძალიან კარგად პასუხობს ამას. ერთი ეს არის EUTHOS კოპენჰაგენის დოკუმენტი ქვია, ასეთი 1990 წელს მიღებული, სადაც ძალიან კარგად წერია, რას უნდა პასუხობდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ არჩევნებს ეწოდოს თავისუფალი და სამართლიანი, თუმცა ჩვენი კონსტიტუციით რომ გავყვეთ, უფრო მარტივი ასახსნელი იქნება. საქართველოს კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს 5 ძირითად პრინციპს, იმისათვის რომ უწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი, შევეცდები 5-ვე გავშალო და რა პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. პირველი პრინციპი ეს არის საყოველთაობის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ რა ვნახეთ მაგალითად გასულ არჩევნებზე, ხო? ემიგრანტებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი იყო მათი მხრიდან მოთხოვნა, არ გაიხსნათ სათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების საზღვარგარეთ და სადაც გაიხსნა, ისეთი რიგები იყო და იმდენი პრობლემა იყო, რომ ვერც კი მიიღეს სათანადოდ მონაწილეობა, ზოგი უკანაც გაბრუნდა. ამიტომ საყოველთაობის პრინციპის დარღვევა, როდესაც ემიგრანტები მაგალითად ვერ აძლევენ ხმას, არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. და ამას დაუმატოთ ის, რომ ეხლა საერთოდ გაუქმდა, ხო, ემიგრანტებს ხმის უფლება. ამიტომ ერთ-ერთი ეს არის, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპი ირღვევა საქართველოში. მეორე ეს არის თავისუფალი არჩევნების პრინციპი. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, რაც აი მარტივად რომ ავხსნათ ორ რამეს ნიშნავს. ერთი ის, რომ თავად პოლიტიკურ პარტიებს უნდა შეეძლოთ თავისუფალ გარემოში ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია, კონდეთ კონკურენტული გარემო, იმისათვის რომ არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლოს მათ შორის ადმინისტრაციული რესურსით თუ ასე შემდეგ, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიას კონდეს თანაბარი პირობები და შეძლონ კამპანიის ჩატარება. ჩვენ სად ვართ დღეს? არა თუ კამპანიის ჩატარება, საუბარია პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ხო დღეს დაკავებული. ამიტომ ერთის მხრივ ეს რაღაცა თავისუფალი არჩევნების პრინციპი აი აქ არის დარღვეული, რომ თავად ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა. და მეორე თავისუფალი არჩევნები ნიშნავს ასევე იმას, რომ თავად ამომრჩეველს შეეძლოს თავისუფლად გაეცნოს ყველა პოლიტიკური პარტიის, თქვათ, პროგრამას, დაესწროს მათ შეხვედრებს და უკვე არჩევნების დღეს თავისუფლად ყოველგვარი კოორდინატორების, ზეწოლის და ასე შემდეგ გარეშე მიიღოს მონაწილეობა. აქაც უდიდესი პრობლემა გვაქვს ჩვენ თუ გადავხედავთ წინა წლების არჩევნებს. აი მაგალითად კამპანიები, როდესაც არის, ვხედავთ რომ ოპოზიციის კამპანიას თუ გიესწრებიან ადამიანები, მათ შორის საჯარო მოხელეები, მათ სერიოზული წნეხის გავლა უწევთ. მაშინ, როდესაც ვთქვათ, ქართული ოცნების ღონისძიებებზე პირიქით ხედავთ მათ მობილიზებას და წაყვანას ერთად და ასე შემდეგ.
ამიტომ აი ეს თავისუფალი არჩევნების პრინციპი არის დარღვეული საქართველოში და 24 წლის არჩევნებზე მაგალითად გვახსოვს რომ იგივე კოორდინატორების მობილიზება, აღრიცხვა, ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა. ეს არის პირდაპირ წნეხი ამ მრჩეველზე და პირდაპირ ულებელყოფილია თავისუფალი არჩევნების პრინციპი. შემდეგი რაც საქართველოში ასევე ირღვევა და არის მთავარი პრინციპი არის თანასწორობა. თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მომრჩეველს იქნება ეს მმართველი პარტიის, ოპოზიციის უნდა ქონდეს თანაბარი ხმის წონა. და ჩვენ რა ვნახეთ მაგალითად, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი საერთოდ სახლში დატოვეს იმის გამო, რომ პირადობები ჩამოართვეს და ვნახეთ ასევე ის, რომ ერთმა ადამიანმა მრავალჯერადად მისცა ხმა. აქ ხომ პირდაპირ დაირღვა, ვთქვათ, ეს თანასწორობის პრინციპი და ამის დადასტურების არაერთი ფაქტი გვინახავს, მათ შორის მე მაშინ სამართლიან არჩევნებს წარმოვადგენდი და ალბათ საზოგადოებას ახსოვს ისეთი უბნებიც ჰქონდა, სადაც კაცების აქტიობა 100%-ს გადააჭარბა, რაც პირდაპირ ინდიკაცია იყო კარუსელის, ხო? ამიტომ დღეს აი ეს პრობლემაც გვაქვს, მივიწყებული პრობლემები კარუსელის, რომელიც გვეგონა რომ ესეთი აქტუალური აღარ იყო, ამის გამოყენებაც ხდება. და კიდევ ერთი რაც მთავარი პრინციპი დაირღვა, ეს იყო ფარულობა. გვახსოვს ყველას. ფარულობის პრინციპის დარღვევა მანამდე სხვა არჩევნებზეც ქონია, მაგალითად, ფოტო გადაუღე და გვაჩვენე, კაბინაში შეყოლა და ასე შემდეგ, თუმცა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ტექნოლოგიებით ჩატარებულობაზე, როგორ ჩანდა უკან კვალი ამორჩეულმა ვის მისცა ხმა. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი და მასშტაბური დარღვევა, ფარულობა, იმიტომ რომ ფარულობაც თავისუფალი არჩევნებთან კავშირშია, იმიტომ რომ აი ამ ზეწოლების ფონზე ამორჩეულს ერთადერთი შეუძლია რომ თავისი როცა შევა ჩუმად, იქ მაინც მიიღოს ფარული გადაწყვეტილება და თუ ესეც კი საჯაროა და ამორჩეველი ფარულად ვერ აძლევს ხმას, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და თქვენ იცით რომ ფარულობის გამო სწორედ ეს არჩევნები და არჩევნების შედეგები ასევე იქნა წაღებული სტრასბურგის სასამართლოშიც კი. ამიტომ აი ეს არის ის პრინციპები, რაც ერთის მხრივ ნიშნავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რაც საქართველოში არ გვაქვს და ამას რა ემატება. არჩევნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი უწყებები და ინსტიტუტები, რომლებიც კავშირშია არჩევნებთან. პირველ რიგში ვიტყვი რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ რას ვხედავთ წლების მანძილზე მუდმივად იყო ხოლმე პრობლემა დამოუკიდებლობის ვინც არის აი საარჩევნო ადმინისტრაციაში ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ ქართული ოცნების სასარგებლოდ და ჩვენ ვნახეთ არაერთი გადაწყვეტილება იქნება ეს ვთქვათ წილისყრების წინასწარ ჩატარებასთან დაკავშირებით თუ დამკვირვებლების უფლებასთან დაკავშირებით ამიტომ თუ კი დამოუკიდებელი არ არის საარჩევნო ადმინისტრაცია სულ რომ ძალიან კარგი კანონმდებლობა გქონდეს მაინც პრობლემური უკვე არჩევნების ჩატარება და ასევე ბოლოს დამკვირვებლებზე მინდა ნამდვილად ვთქვა, არჩევნების მთავარი ერთ-ერთი განსაზღვრელი არის გამჭვირვალობა, ხო? რომ ადამიანებმა იცოდნენ როგორ მიდის პროცესი და ამისთვის არსებობს დამკვირვებლები, ამისთვის არსებობს მედია და ასე შემდეგ. თუ კი დამკვირვებლების უფლებები იქნება შეზღუდული, რა თქმა უნდა, ესეც აზიანებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებს და დღეს რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ფაქტიურად კანონმდებლობაა ისეთი მიღებული, რომ განადგურდეს სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეიცვალა კიდე წინ არჩევნების მერე კიდე უფრო გართულდა რაც გვიზღუდავს ხო მაგალითად ერთი რომ თავად სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობაა პრობლემური იცით რამდენი კანონმდებლობაა მიღებული და მეორე წესები იქნა შეცვლილი მათ შორის მაგალითად დამკვირვებელს არ აქვს უფლება რომ შეამოწმოს ამორჩეველი რომ მოდის მისი პირადობით არის თუ არა ხო ამიტომ ეს ჯამურად დღეს იძლევა ისეთ სიტუაციას რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს არჩევნების მიმართულებით ეს არა მხოლოდ ჩემი დასკვნებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაც იქნება ეს EUTODIR თუ იგივე მაგალითად მოსკოვის მექანიზმში სწორედ ეს წერია არჩევნებზე და ბოლოს ნახეთ საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დასკვნაც სადაც პირდაპირ წერია რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა. თავარი პრობლემა რა თქმა უნდა ეს არის რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ჩვენ ნახეთ როდესაც ამ არჩევნების გაყალბების პროცესში კენჭის ხიზლეს თუ წინა საარჩევნო პროცესში აბსოლუტურად ყველა უწყება არის კოორდინირებულად ჩართული ამ გაყალბების სქემაში. ხო, წინა საარჩევნო პროცესში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ადმინისტრაციული რესურსების ესეთი უზომოდ უკონტროლო გამოყენება ხდება. წინა საარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ეშლებოდა ოპოზიციის კანდიდატებს ხალხთან კომუნიკაცია, იქ პროვოკაციები, რომელსაც თვითონ სამართალდამცავი ორგანოები პირდაპირ ხელს აფარებდნენ, ხელს უწყობდნენ ამის ორგანიზებაში. და ამიტომ არანაირი თანასწორი გარემო არ არის ამ დროს, ხო, პირიქით და განსაკუთრებით ახლა ერთი არის თბილისში რო ატარებ და სულ ურბანულ ცენტრებში და მერე რეგიონებში, სადაც უფრო მეტი დაუცველობაა და ამიტომ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი შიში აქვს და ეს აბსოლუტურ თანასწორო გარემოს ქმნის და შესაბამისად ბევრად უკვე დიდი უპირატესობას იქმნის მართველი ძალა არჩევნების დღემდე, როდესაც ესეთი
პროცესის წარმართვის შესაძლებლობა აქვს რეგიონებში. თუმცა ახლა ეს პრინციპში არ ახალი მეთოდია ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. წინა არჩევნებმა ყველა რეკორდი მოხსნა, მაგრამ არც სხვა არჩევნებში იყო დიდად განსხვავებული სურათი ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო, რომ მარნეულში ვაგვირდებოდი და ერთ დამკვირვებელზე ხდებოდა სერიოზული ზეწოლა და უცებ დაინახა პოლიცია რომ შემოვიდა და გაუხარდა რომ ეხლა მიმართო პოლიციასო და რაღაცა იქნებ რაღაცა ჩაერევაო და მივიდა ამ პოლიციასთან რაღაცა და მე პოლიცია დავიდა ელაპარაკა და გააძევეს ეს უბნიდან რა. ამიტომ ეს მთლიან იმდენ ორკესტრირებული იყო რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათ შორის ის მართული ჯგუფები ხო უბნებზე იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ეგრეთ წოდებულ გონგოებს შევეძახით რომელიც აბსოლუტურად სუსის სტრუქტურული დანაყოფი იყო რომელიც ამოცანაც იყო ერთი რომ სხვადასხვა თავიანთი კომისიის წევრების კონტროლიც, მათ შორის უბნის ხელმძღვანელის კონტროლიც, ამავდროულად თვითონ მუდმივი პროვოკაციები და დემორალიზება დამკვირვებლების. აი, უბრალოდ რომ შევედი ერთ უბანზე, ორჯერ გამოვაგდეს, შევედი და ვცდილობდი რომ არაფერი არ გამეკეთებინა და ვიყავი ეს გაშეშებული და ესე ვაკვირდებოდი და აი, მოვიდოდა რაღაცას ფრაზას გესროს ის და ეხა ერთმა ის მითხრა ეს რობოტი არის ვეთყობა, რატო არ რეაგირებსო რა. თუმცა ძალიან წარმოუდგენლად ძნელია, ხა 14 საათის განმავლობაში სადღაც ხო, მუდმივად იყო ასეთ რეჟიმში, ეს გახსნიდან დახურამდე მე დათვლის პროცესი, მუდმივი ამ წნეხის ქვეშ და ეს მედეგობად შეინარჩუნო, საღიაზრით შეინარჩუნო და ასე შემდეგ. თან მე ისეთი პრობლემაც იქნებოდა, რომ უკვე ბოლო არჩევანის წინაშე დგებოდი, ან სწრაფად მოგეხდინა რეაგირება, მაგრამ ერთ საათშივე გამოგაგდებდნენ უბნიდან, ან უბრალოდ დარჩენილიყავი. ხელი ესე არ შეგეშალა და იქნებ სადღაც დაგიფიქსირებინა დარღვევა და ეს ინფორმაცია გამოგეტანა. აი ესეთი დილემის წინაშე იყო. თუმცა ახლა წესით უნდა მოახდინო რეაგირება, მაგრამ ეგრევე დაგატოვებული. თუმცა ამ რეაგირებისას რასაკვირველია სხვა დამკვირვებლების ხელმოწერაც იყო საჭირო ხო? უბნიდან გასაგდებად ხო, რა თქმა უნდა, საჭირო არის, მაგრამ უფრო მეტად მე ვფიქრობ აი ესეთი ტიპის პროცესში მნიშვნელოვანია აუდიო-ვიდეო მტკიცებულების რაღაცა ფორმით მოპოვება და გამოტანა. ფსიქოლოგიურად უნდა იყოს სერიოზულად ადამიანი მომზადებული. აი ამ ხელა პროცესისთვის, როდესაც იცი რომ ესეთ გარემოში გიწევს 14 საათი ყოფნა, ეს ასე მარტივი ნამდვილად არ არის. ცალკე პრობლემაა სასამართლო კონტროლი. ჩვენ არ აქვს სასამართლო კონტროლის მექანიზმი. ერთი გამონათებასავით იყო თეთრი წყარის რაიონის სასამართლოს მოსამართლის ეს მე ვფიქრობ გმირული ნაბიჯი, რომ გაბედა და ეს გააკეთა, თუმცა სხვა მხრივ, როდესაც ხა დარღვევებიც ხდება ხო, როცა დამატებითი მექანიზმი გინდა რომ ხა იქ ერთი ყველა უწყება რომ ჩართული ხო პოლიცია მონაწილეობს იქ რაღაც დაჯგუფებები ასე შემდეგ სასამართლო გზით უნდა მოახერხო რომ ეს გადაწყვეტილებები რაღაცნაირად გაასაჩირო, დაიცვა და ასე შემდეგ და ესეც პრობლემაა. ამიტომ საერთო ჯამში მთლიან საწყის ეტაპიდან ბოლომდე სახელმწიფო არც ერთი ინსტიტუტი არ არის საყრდენი. და ერთადერთი აქტივი ამ პროცესში რჩება მაინც მე ვიტყოდი მედია საჯაროობა და ინფორმაციის ესე გამოტანა და საზოგადოების მიწოდება რომ ამ ფორმით მოახდინო რეაგირება, თორე ინსტიტუციური გზით ამ მოცემულობაში არანაირი რესურსი არ არის, სადაც უფრო მეტად აქტუალურად იყო მედია ჩართული და ამის კონცენტრირება ხდებოდა, იქ რაღაცა გადაზღვევა რაღაც ეტაპზე ხდებოდა, თუმცა ახლა ყველგან ხო ვერ იქნება ძალიან რთულია რა. სხვადასხვა იმდენად ბევრი იყო დაფიქსირებული, ზოგ ტელეფონი წაართვეს და ასე შემდეგ. ისეთ გარემო ნახე ახლა იქ მარნეულში რომ ახლა კი გამიგია კი ყველაფერი მომისმენია, მაგრამ თლად ესეთი რაღაცა ვერ წარმომედგინა, ესეთი ღია დემონსტრირებული რაღაცების კეთება. ანუ დაუფარავა და მე რომ ბოლოს გამომაგდო, ანუ ერთი სახელებიც მახსოვს ახლა იმ ადამიანების ორი გამოვაგდოს, მე შედ გამომაგდოს და ბოლოს ნიშის მოგებით, აი ხო გაგაგდეო მაინც რა, გახარებული მომაძახა რა, რომ გამომაგდეს იმ უბნიდან. ორგანიზებელს რომ უწყებების ხო აქ ხო არის შეზრდილი არის, ანუ ეს იყო პოლიტიკური პარტია, სახელმწიფო საფრთხების სამსახური, ქუჩის ელემენტი შეზავებული, მერე იქ მუდმივი კონტროლის სისტემის შექმნა, ეს ხო კაპიტნებს ეძახდნენ რაღაცა ის მუდმივი ანუ მთელი პროცესის განმავლობაში სულ ადენობდნენ თვალყურს აქტივობა როგორი იყო, დინამიკა როგორი იყო და სულ იცოდნენ რა მომენტში და კონდათ დამუშავებული ABG, ანუ სად რაღაც მომენტში სადაც გაიჭედებოდნენ უკვე უფრო მეტი ნაბიჯები გადაედგა და რაღაცა მეტი კარუსელი და რაღაცა სადაც არ დაჭირდებოდა, ხო აი იყო ხოლმე ესეთის რომ ყველა უბანზე არ იყო ერთნაირი სურათი. ნუ არც იქნებოდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ როდესაც ამას ანალიზს ვაკეთებთ, ცოტა სხვანაირი ანალიტიკა აქვს გაკეთებული, დათვლილი ქონდათ სად რა რესურსი აქვს, შეიძლება ზოგან უფრო მაღალი უპირატესობა ქონდა და არ ქონდათ ამის საჭიროება, ზოგან შეიძლება
უბრალოდ კონტექსტი არის ესეთი, რომ უბრალოდ არ ღირდა ზოგან უბრალოდ ერთი ინსტრუმენტი შეიძლება საკმარის ყოფილიყო ამ მომჩერებზე გავლენაზე მოხდენის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რაღაცა მეფინგივით რო გქონდათ ყველგან გამოყენებულიყო ის მეთოდი, რომელიც იმ რეგიონის კონტექსტის იმის შესაბამისად ყველაზე რელევანტური იყო. ცენტრალურ უბნები თბილისში რაღაც სადაც მედიის მეტი კონცენტრაცია, იქ რა თქმა უნდა, რო თვალში არ მოხვედროდა, იქ ყოველთვის ერიდებიან ეს რაღაცები და პერიფერიებზე სადაც კონტროლი არ არის, ხო წარმოგიდგენიათ, ხა ზოგიერთ უბანზე მე მგონი საერთოდ არჩევნებს არ ჩატარებულა უბრალოდ რაღაცას გააფორმებდნენ, სადაც დამკვირვებელიც თუ არა ყავს საერთოდ. ამიტომ აი ამ ყველაფერთან ერთად ეს პრინციპი დარღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა მთლიანად, რომ არანაირი საყრდენი აღარ არსებობს, რომლითაც გზითაც შეიძლება ახლა გაასაჩირო ან დაიცვა ან ადამიანი ძალადობისგან დაიცვა. ხო, ძალადობისგან ამ პოლიცია ხო უნდა დაგიცვას და პოლიცია ვიზით ძალადობდა, ახლა მაგალითად მოიყვანა ის გააგდეს უბნიდან რა. ფარულობა კიდეც არ გეთემაა. ფარულობა გარდა იმისა, რომ კვალს ტოვებს, კიდევ აი ამ კამერების მონტაჟის რაღაცა მასაც ვაკვირდებოდი, როგორი კონცენტრაცია იყო, რაზე იყო მიშვერილი და ასე შემდეგ. ეხა ჩართული იყო, არ იყო ჩართული, ისიც ქმნიდა ასოციაციას, ხო და არა მარტო ვინც მიდის, არამედ თვითონაც იცოდნენ ამ უბნის კომისიის წევრებმა და მაგაზე ზეწოლა იყო. კი, მაგათ კონტროლის ქვეშ იყვნენ რა, რაღაც. კი, აი ეს ხოდაში ერთი ძალიან პატარა ეპიზოდი იყო, რომ აი ერთ-ერთ უბანზე, როდესაც ეს დამკვირვებელი არ გააგდო უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთი გონგო ორგანიზაციის წარმომადგენელი მივიდა და ეხლა გააძევეთ, რომ პარტიაში დავრეკავ. პირდაპირ უთხრა უბნის თავმჯდომარეს, რომ შენ ჩემ ფუნქციას არ ასრულებ, რაც გევალება და ეხლა პარტიას დავრეკავ, რომ შენ ცოტა შეგაგნებინე, რომ სწრაფად იმოქმედო რა და რა თქმა უნდა გაძევება ახლა არანაირი პრობლემა არ იყო, უცებ შეადგენდნენ და ადვილად აძევებდნენ. და მე ჩვენ რაღაც როტაციებსაც ვცდილობდით, მაგრამ ნუ ამ დროის განმავლობაში უკვე სერიოზულად იშლება ხო ეს დაკვირვების სისტემა და უბრალოდ არანაირი ბარიერი აღარ აქვს. ისედაც რთული იყო ზეგავლენის მოხდენა, ხა სიმართლე გითხრათ ამ პროცესში ძალიან ამ ანუ ფაქტობრივად ჩვენ მთელ ადმინისტრაციულ რესურსს და მთელ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვბრძვით იმისათვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, როცა პირიქით ამ ინსტიტუციების ფუნქცია არის, რომ დაიცვას არჩევნების სამართლიანობა. სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში, როცა პოლიტიკური კრიზისია, საარჩევნო პროცესებმა, რაც აჩვენა 2024 წელს, ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებად, იმის შემდეგ, რაც განთავისუფლდება პოლიტიკური პატიმრები, შეწყდება რეპრესიები, ადამიანებს აღარ დაიჭერენ ტროტუარზე დგომისთვის, მას შემდეგ, რაც აღარ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა, სადაც ერთ პარტიას შეიძლება სრულად მიიტაცოს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ არჩევნები არის ნამდვილად სამართლიანი და დამოუკიდებელი. ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ამგვარი დაკომპლექტება, როგორც ახლა გვაქვს, გაუქმდეს. მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტის პრინციპზე დაფუძნებული და ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ახლა ხელისუფლება, რომელსაც აქვს მიტაცებული მასაც და ოპოზიციურ პარტიას, ექნება თანაბარი შესაძლებლობა, თანაბარი ხმა იმისთვის, რომ მიიღოს რეალურად ისეთი გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებას, შეჯამებას და ის იქნება პარიტეტზე დაფუძნებული. აუცილებელია, რომ ემიგრანტებს დაუბრუნდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და გაიხსნას საარჩევნო უბნები ქვეყნის გარეთაც იმდენ ადგილას, რამდენ ადგილასაც გვყავს რეალურად ემიგრაცია და რაც მთავარია, გაუქმდეს აუცილებლად 2024 წლის შემდეგ მიღებული ყველა ის მავნე ცვლილება, რაც შევიდა საარჩევნო კოდექსში და ტექნოლოგიები, რომელიც მიიღო და გვაქვს ამ საარჩევნო პროცესში, ისეთი მექანიზმებით გაჯერდეს, რომ რეალურად ჩარევის შესაძლებლობა აღარ დარჩეს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. სამართლიანი არჩევნები როგორი უნდა იყოს? მაგას აქვს ჩემთვის ორი განზომილება, ხო? ანუ პირველ რიგში ადამიანების პერსპექტივიდან და მეორე მხრივ ეს პარტიული პერსპექტივიდან და ვიტყვი რატო განსხვავდება ეს ყოველივე ჩემთვის. ადამიანის პერსპექტივიდან, მაგალითად ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მიდის, საკუთარ ხმას აფიქსირებს, ორი მთავარი
მთავარი განცდა უნდა ქონდეს ამ ადამიანს. ერთი ის, რომ ამ ადამიანის აზრზე ზემოქმედებას არავინ არ ახდენს, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით და უშუალოდ არჩევნების დღეს და მეორე განცდა, რომ მისი ეს დაფიქსირებული აზრი, რომელსაც ის არჩევნების დღეს აფიქსირებს, არის სრულიად უხილავი მართველი პარტიის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის. ანუ თუ ეს ორი განცდა აქვს ამ ადამიანს, მაშინ უკვე გვაქვს რაღაც საბაისო მოცემულობა, რომ ადამიანი თავის თავში როგორც მინიმუმ თulis, რომ ეს არჩევნები მისთვის არის სამართლიანი. მაგრამ მეორე მხარეს არის ეს პარტიული პოლიტიკური განზომილება, რაც ვახსენე, სადაც პარტიებისთვის წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს სრულიად თანაბარი. და ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო გარემო, სადაც ქართული ოცნებას ჰქონდა ბუნებრივი უპირატესობა აი ამ რესურსებიდან გამომდინარე ოპოზიციასთან მიმართებაში, რაც იზომებოდა და განისაზღვრებოდა მაგალითად შავფულში, რომლის მობილიზებასაც ოცნება ახდენდა, იმ ყველა ინსტიტუტში, რომელიც ზემოქმედებიდან გამომდინარე ქართული ოცნება ახდენდა ხალხს ეწოლას. და შესაბამისად ეს იყო ის ყველა ხელოვნური თუ რაღაც ბუნებრივი ინსტრუმენტი, რასაც ქართული ოცნება იყენებდა ოპოზიციის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩემს არის ეს ორი განზომილება, ანუ თანაბარი პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემო ოპოზიციური პარტიებისთვის, მათ შორის ისეთი გარემო, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მაგალითად არ იქნებიან ციხეში, მათ მიმართ არ იქნება საქმეები აღსრული და დღეს ფაქტურად პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური პარტია, რომელიმე ლიდერი მაინც ციხეში არ არის. შესაბამისად, ეს არის ის პროგრამა მინიმუმი, რაც აი ამ კარგი არჩევნებისთვის უნდა შესრულდეს. როგორი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, ეს დადგენილია. ამის წესები განსაზღვრულია კონსტიტუციით და განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით. მნიშვნელოვანია დაცული იყოს საკონსტიტუციო სამართლის პრინციპები. ეს არის საყოველთაო. დღეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ არის საყოველთაო. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იყოფებიან ქვეყნის გარეთ, მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მეორე, უნდა იყოს ფარული. დღეს საქართველოში არჩევნები არ არის ფარული. ვინაიდან დარღვეულია ეს მნიშვნელოვანი პრინციპი, მათ შორის მესამე და მნიშვნელოვანი თავისუფალი ნების გამოვლენა. დღეს საქართველოში არჩევნები არ ხდება თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპის დაცვის. ვინაიდან საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წართმეული აქვს თავისუფალი ნება და არჩევანის თავისუფლება. მეოთხე, თანასწორობა. დღეს ქართული ოცნების ამომრჩევლის და ოპოზიციის ამომრჩევლის ხმა თანაბარწონადი არ არის. ვინაიდან ეს საარჩევნო ადმინისტრაცია აძლევს შესაძლებლობას არაერთგზის მისცეს და დაუჭიროს მხარი ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ამომრჩეველმა ან იმ გამოყალბებლებმა, რომლებიც მონაწილეობენ ეგრეთ წოდებულ კარუსელებში ან სხვა გზით აყალბებენ და ზემოქმედებას ახდენენ არჩევნებს. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაცია. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა არ არის. უნდა არსებობდეს გამართული მართლმსაჯულების სისტემა და რაც მნიშვნელოვანია, ასევე დემოკრატიზაციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ისინი თანასწორ და თანაბარ პირობებში ეკონკურენტებოდნენ ერთმანეთს. და ბოლოს, სტაბილური გარემო. სტაბილურ გარემოში გულისხმობ არა მხოლოდ ინსტიტუციებს, არამედ ძალიან მარტივი, რასაც ყოველთვის ქართული ოცნება აკეთებს, არის ის, რომ ის იყენებს სახელმწიფო რესურსებს პარტიული ნიშნით, ანუ საკუთარ ასე ვთქვათ, პარტიულ ინტერესს ახმარს მაგალითად სახელმწიფოს ბიუჯეტს, ან ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ემუქრება მუქარის, ძალადობის ან მოსყიდვის გზით აცვლევინებს თავის პოლიტიკურ პოზიციას. და ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური ზეწოლა და დაპირისპირება, რასაც ყოველთვის განიცდის ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან და მათ შორის ქართული ოცნების უშუალო მონაწილეობით. ემიგრანტებს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით იმაზეც ვისაუბროთ, რომ რატომ მოუსპეს ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლება, ხო? რეალურად რო ავიღოთ, მათი ხმების რაოდენობა არ იყო ძალიან დიდი და ეს რეალურ გარდატეხას არ ქმნიდა საარჩევნო რეალობაში, მაგრამ თავარი იყო მის რომ არ გამოჩენილიყო ოცნებისთვის წაგებული უბნები იქ, სადაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას, სადაც სუსი ვერ დარბოდა, ვერ აძლევდა ფულს, ვერ ყიდულობდა და ასე შემდეგ. სწორედ ეს იყო რომ წაგებული უბნები არ ყოფილიყო დაფიქსირებული და არ ეთქვათ ხალხს რომ იცი რა არის, სადაც შენ ვერ აკონტროლებ არჩევნებს, იქ წააგე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მათი ხმა არის გადამწყვეტი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი. მეორე არის ის რომ თუ კი ისევ ამ აპარატების მიხედვით იქნება ჩატარებული არჩევნები და მე პირადად ვემხრობი იმას რომ ძველ მოდელს დაუბრუნდეთ, რომელიც ბევრად ობიექტური და ბევრად მონიტორინგებადი იყო, ამ შემთხვევაში ელემენტარულად ჩართულ მხარეებს, როგორც პარტიებს, ასევე არასამთავრობო სექტორსაც უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ შეისწავლოს ამ აპარატებში რა ხდება. რეალურად იცოდნენ რა პროგრამაზე არის დაფუძნებული, როგორ იწერება სიები და მათ შორის ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. თუ ამ პროცესებში არ იქნებიან ჩართულები, ისევ გამოდის, რომ ოცნებას უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან არჩევნებს. ამ პროცედურების ერთობლიობის გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა ვერ მივიღებთ მონაწილეობა და მათ შორის ის, რომ მაგალითად ადმინისტრაცია უზურპირებული ეს ალბათ ყველამ კარგად ვიცით და
უფრო უარესით, ხო? ანუ ოცნების აპარატს აკონტროლებს ოცნებისვე დანიშნული წევრი. ანუ შესაძლებლობა იმისი, რომ რომელიმე ან პარტიული, ასე თქვათ, თანამშრომელი მოხდეს აი ამ აპარატთან, ნოლია, იმიტომ რომ კანონმდებლობაში შეიტანეს პირდაპირ ცვლილება, რომ ოცნების დანიშნული წევრის გარდა ვერ იქნება ვერავინ სხვა რეგისტრატორი, ხო? ამ ყველაფრის ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს, რა თქმა უნდა, იმის შიშის საფუძველს, რომ ეს მოდელი არის თავიდან ბოლომდე მორგებული ოცნებაზე და აქ მონაწილეობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მეორე რამე არის დამოკიდებული, როგორ შეიძლება საარჩევნო პროცესზე მოახდინო გავლენა და ეს ყველაფერი საერთო ჯამში მაინც გადის წინააღმდეგობაზე და მობილიზაციაზე ხალხის, იმიტომ რომ წინააღმდეგობა და ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე როგორი ფორმით გექნება კონკრეტულ მომენტში ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, რომ შეიძლება კონდეს ერთი ტიპის კანონმდებლობა თვლიდე რომ მისაღებია, მაგრამ იმდენად ცუდ ფორმაში იყოს თვითონ ეს ოპოზიციური ფლანგი ან წინააღმდეგობა იმდენად სუსტი იყოს, რომ მაინც ვერ შეძლო გავლენის მოხდენა და მეორე არის შეიძლება იმდენად სერიოზულ ფორმაში იყო და ისეთ სერიოზული წნეხის ქვეშ მოაქციო რეჟიმი, რომ შეძლო ხალხის მობილიზებას და თუნდაც რაღაცა რეალურად რომ მოერიდონ იგივე მასშტაბით აი ხა უნგრეთის მაგალითი კანონდარღვევებს უნგრეთის მაგალითი მაგკუთხით საინტერესოა რომ ფაქტობრივად მედია არ ქონდა ხო დამკვირვებლები ეს გარე არ ყავდა პარტიული დამკვირვებლები იყო მაგრამ შეძლო ისეთი ტიპის მობილიზება რომ ამ მობილიზებით ხალხის აქტიურობით იმავე თამაშის წესებით მოუგო ხო მე არ მომოფ რომ ხა შეიძლება ზუსტი ანალოგი გამოიყენო მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ თუ გვინდა სერიოზული გავლენის მოხდენა არჩევნებზე ყველაზე მთავარი არის ხა რაც უნდა კეთდებოდეს ეს არის ერთი რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა და რაც შეიძლება საპროტესტო სივრცე ზეწოლა ამ რეჟიმზე გაიშალოს ყველა თბილისში რეგიონებში სხვადასხვა თემატურ საკითხებზე და მუდმივი ზეწოლის ქვეშ უნდა მოაქციო რაც რეალურად საარჩევნო კამპანია გაზარჩენო და აი აქ თემების შემოტანა და ზუსტად ამან შეიძლება მოქცეს კომპრომისული ნაბიჯები ხელისუფლებისგან რომელიც შენ მოგცემს შესაძლებლობას რომ მეტნაკლებად ისეთ ბრძოლას შეხვიდე რომ რაღაცნაირად შანსები გათანაბრდეს ან თუ არ გათანაბრდება აი სუიძახი ხოლმე შენ შეიძლება შეხვიდე აი ფეურს ოიწყებ 0-დან 3-0-ით რომ ფორა აქვს და უნდა შეხვიდე ამჯერ ამოქაჩვე სამამდე და მე გადახვიდე წინ არ მაქვს იმის მოლოდინის განცდა რომ ხა შენ ჩვენ შეიძლება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ისეთი მოცემულობა შევქვნათ რომ ხა კაპიტულაცია გამოაცხადოს და მე შეხვიდე და მარტივად მოიგვარჩინე ან შეცვალო მთელი საკანონმდებლობა ამიტომ ხო ანუ ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმიტომ რომ წინააღმდეგობის გაძლიერების და ზეწოლის გაძლიერების გარეშე ვერც იმ ნაბიჯებს ვერ გადავადგმებინებთ, რაც მინიმალური, მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ხო? ნუ არანაირი კომპრომისი არ წავა თუ ზეწოლა არ იქცნო. და ამიტომ ეს წინააღმდეგობა პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალაქო წინააღმდეგობასთან, ხალხის ქუჩაში გამოსვლასთან. რა უნდა გაკეთდეს? ჩემი გამოცდილებით ვიტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი რა თქმა უნდა არის საარჩევნო ადმინისტრაცია. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში დავკვირვები რომ არჩევნებს, სადაც პოლიტიკური პოლარიზაციაც ყოფილა და დაპირისპირებებიც, მაგრამ თუ კი არ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი, ამორჩეულმა ის მაინც იცის რომ მიუხედავად რაღაც ქარტეხილებისა, იქ მაინც რაღაცა შენხმას ექნება სათანადო ასახვა. ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის ხოლმე საარჩევნო ადმინისტრაცია. კანონმდებლობა კი, მაგრამ თუ კი კარგი საარჩევნო ადმინისტრაცია გყავს, ცუდი კანონმდებლობა შეიძლება კარგად აღსრულდეს. ამიტომ სულ ამას ვამბობ ხოლმე, რა ვიცი, რაც არჩევნებში ვარ, რომ მინდა ჩემ ქვეყანას ეღირსოს ისეთი ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც პარტიას კი არ ემსახურებიან, არამედ ქართველ ამომრჩეველს, მაინც უფლებადამცველის გადმოსახედიდან ამომრჩევლის ინტერესია მთავარი, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ რაღაცა კონკურენციის შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც ვთქვათ, ადამიანები ციხეში არიან, ძალიან რთულია ხო საარჩევნო კამპანიაზე მუშაობა და ასე შემდეგ, მით უმეტეს მუდმივად რაღაცა ამ აკრძალვით რომ იმუქრებიან და ასე შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ვფიქრობ და ზოგადად საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეს შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა იცოდეს, რომ ვიღაც იცავს მის ხმას, ხო? და იქ უბანზე არიან ადამიანები, რომელსაც პოლიტიკური ინტერესი კი არ აქვს, არამედ თქვათ პროცესი როგორ წარიმართება ეს ინტერესი ამიტომ დამკვირვებლის უფლებები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ბევრი სხვა ხო რასაც არ გვისაუბრია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც არის და საინფორმაციო манипуляციები რასაც შევხედავთ საქართველოს ამორჩეველი ძალიან ხშირ შემთხვევაში მოტყუებული და შეცდომაშია მიზანმიმართულად შეყვანილი ხო ეს არის რაღაცა ასევე შეურაცხყოფის მიყენება ამორჩევლისთვის რაღაცა
ისეთი არჩევანის გაკეთებას აიძულებენ, რაც რეალურად არ არსებობს. ხო, ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ მედიამ და ჩვენ ამ უმრჩევლეს სიმართლე უთხრათ. ამიტომ რაც არის გასაკეთებელი, მგონია არის ის, რომ ყველა აქტორს თავისი როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიები მუდმივად მზადებაში უნდა იყვნენ არჩევნებისთვის. არა მხოლოდ ამ მძიმე პერიოდში, ზოგადად პოლიტიკური პარტიის როლი ხომ ეს არის არასაარჩევნო პერიოდშიც, მუდმივად მზადებაში. მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ რაღაცა პარტიული სტრუქტურა ხალხთან საუბარი და ასე შემდეგ. სამოქალაქო ორგანიზაციებსაც ეს როლი აქვს, რომ მობილიზება გააკეთოს, ვთქვათ, მოიმზადოს არჩევნებისთვის და მედიის თავარი როლი, რომ ხალხთან მიიტანოს ეს ყველაფერი. ძალიან რთული პერიოდია აქ დღეს საქართველოს და ასევე ნიჰილიზმის ძალიან მაღალია. ესეც არის ავტორიტარის სურვილი, რომ დათესოს ნიჰილიზმი. მაგ პროპაგანდის შედეგია. კი ბატონო და მე როგორც არჩევნებზე მომუშავე ადამიანს, ჩემი ერთ-ერთი სურვილი მართლა არის, რომ ხალხს დავუბრუნდოთ არჩევნების მიმართ რწმენა, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე ვიმუშაოთ. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს აუცილებლად არჩევნების გზით. აქედან გამომდინარე არჩევნებს რომ დაირქვას არჩევნები, ეს წინაპირობები უნდა შევქმნათ როგორც ჩვენ ისე ახლანდელმა მართველებმა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, სანამ არ გვექნება ნორმალური საარჩევნო გარემო, ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს დაყენებული, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები, დემოკრატიულ არჩევნებთან მიახლოებული არჩევნების გარემო შეიქმნება, ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას ექნება აზრი, სხვა შემთხვევაში რაღაც ოლიგარქის თამაშებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავთ, როგორც 2025 წლის არჩევნებს არ დავარქვით არჩევნები და არ მივიღეთ მონაწილეობა, ასევე ვთვლით, რომ სანამ არ გვექნება გარემო ისეთი და პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გარეთ, არ ვთვლით, რომ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი. შესაბამისად, იგივე გავიმეორებ, თუ ეს ყველა პირობა მომზადდება და ზოგიერთი საერთოდ უპირობოა, ვფიქრობ, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნორმალური პროცესი როცა იქნება ქვეყანაში, ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს არჩევნებში. არჩევნები არის ის ერთადერთი გზა, რითაც მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა არჩევნებს რომ არჩევნები დაერქვას, ამისთვის აუცილებელია შესრულდეს ის პირობები, რომელიც წარმოაყენა ალიანსმა. წინა არჩევნების შესრულამდეც ვახსენეთ ის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ორი რაღაც, როდესაც არჩევნებში შევდივართ, რომ პირველი ერთი არჩევნების იდეა საქართველოში გადარჩეს და ადამიანებს ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ არჩევნებით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა და მეორე ნებისმიერ ინსტიტუტში იყოს ალტერნატიული ხმა გაჟღერებული და მიდიოდეს აქტიური ბრძოლა. იგივე იქნება ეს საკრებულოებში, იგივე იქნება ეს პარლამენტში, რაც ვფიქრობ, რომ დღეს აქტიურად ვახერხებთ. ჩვენი პარლამენტ შესვლის შემდგომაც არ ყოფილა არც ერთი რაღაც თუნდაც პრობლემა, პროტესტი ხალხში, რაც ვერ შევძელით, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან არ გაგვეშღერებინა და ხალხისთვის გვეჩვენებინა ის რეალური სახე ქართული ოცნების ჩინოვნიკების, რომელსაც რეალურად ავლენენ ამ ხალხის მიმართ და რა დამოკიდებულებაც აქვს ამ ხალხის მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის არჩევნები არის ინსტრუმენტი ამ ყველაფრისთვის და ჩვენს არჩევნების იდეა არის ფუნდამენტურად ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალი წელი მიდიოდა იმისთვის ბრძოლა, მათ შორის 2000-იანი წლებიდან მანამდეც, რომ საქართველოში არჩევნების იდეას ქონოდა ფასი და საქართველოში ადამიანებს ქონდათ იმის რწმენა, რომ არჩევნებით შეიძლება რეალური ცვლილებების მოხდენა. დღეს ჩვენ ამაზე უარის თქმის, ასე რომ ვთქვათ, რესურსი უბრალოდ არ უნდა გქონდეს და არ უნდა შეიძლებოდეს. იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი ნარატივი, რომელიც ხალხში, ასე რომ ვთქვათ, არის დამკვიდრებული, არის რომ არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, ხალხს უნდა გქონდეს არჩევნების რწმენა, ამაში თავისი როლი უნდა ითამაშონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ასე შევძლებთ, რომ გავზარდოთ ის ელექტორალური ბალანსი, რაც დღეს არის ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობას მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნებს აზრი ექნება. პარტია ახალი ვერ გახდება ვერც ზუგანოვი კომუნისტური პარტია, ან LDPR-ი, როგორც პუტინის შემთხვევაშია. პარტია ახალი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ისეთ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, სადაც არჩევნებს აქვს ფორმალური ხასიათი, ხოლო პოლიტიკური პარტია სისტემურ ოპოზიციას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ყველაზე ლეგიტიმური მოთხოვნა და ეს ლეგიტიმური მოთხოვნა ყველა სახელმწიფოში არის ლეგიტიმური მოთხოვნა. ერთი, ვითხოვთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას,
და მეორე ვითხოვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ითხოვს ქართული საზოგადოებაც და კარგად გამოჩნდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 80% არ მივიდა არჩევნებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ინიციატივა და ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არის სწორი და ქართული საზოგადოება ამას მხარს უჭერს, ასევე მნიშვნელოვანია ყველა მიცოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა ბოიკოტში ყოფნა. ასევე ჩვენ არ გვინდა სიმულაციურ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი სურვილია არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და ამ გზით დავამარცხოთ ქართული ოცნება, მაგრამ ეს უნდა იყოს არჩევნები, უნდა ითვალისწინებდეს იმ საარჩევნო სამართლის პრინციპებს, რაზეც დაფუძნებულია სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. საქართველოს რეალობაზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ რაც მაქსიმალურად ზემოქმედებს არჩევნების გაყალბებაზე და უჭირავთ ხელში. ანუ ეს არის რა? პირველი რა თქმა უნდა ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც არის აბსოლუტურად პარტიის და სუსის კონტროლის ქვეშ და რა თქმა უნდა მათ ხელში იქნება ძალიან ძნელი. ანუ რეალურად ჩვენ არ ვიზახით იმას, რომ ადმინისტრაცია უნდა იყოს მთლიანად ოპოზიციური, მაგრამ ბალანსი უნდა არსებობდეს. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უნდა კონდეს პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, ხო? ანუ თანაბრობა უნდა არსებობდეს და ამ შემთხვევაში კი ბატონო შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ მივიღოთ მონაწილეობა, პროცედურების გამართულობა. ნაცვლად იმისა, რომ პირიქით უფრო ღია და გამჭვირვალე გახადონ ეს პროცედურები, უფრო დახურულს ხდიან და კიდე განმეორდები, რომ პირადობის გამორთმევის და გადამოწმების შესაძლებლობაც კი არ არსებობს, რომ ელემენტარულად ამომრჩევლის ვიზუალი და ფოტო შეადაროს დამკვირვებლებმა ერთმანეთს. ესეც კი მოსპეს, ხო? ანუ ამ პროცედურების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან რთული, დაკავებული ადამიანები, ის პოლიტპატიმრები, სენისის პატიმრები და ის მთავარი ბირთვი, რომლებიც რეალური პროტესტის მუხტს ქმნიან, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო გარემოში ისინი უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას, ხო? თუ კი ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ამიტომ აი ეს ამ რეალობის ერთობლიობა მოგვცემს საბოლოო ჯამში იმის შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. არჩევნები არ არის მარტო მხოლოდ არჩევნებისთვის, ანუ ეს არჩევნები არის რაღაცა ბრძოლის დღე. ძალიან ძნელი იქნება ამ ბრძოლაში შესვლაზე უარის თქმა, აი ამ მოცემულებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უბრალოდ ბრძოლის ესეთი თარიღი და მომენტი შეიძლება არ კონდეს და აქ შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის მეთოდი. ხო, ეს ერთი არის, რომ უნდა დაიწყო საყოველთაო მობილიზება, არჩევნებზე ხალხის მიყვანა და მეორე მობილიზება არა მარტო არჩევნებში მისასვლელად, არამედ მობილიზება ხმების დაცვისთვის. და ეს უნდა ჩანდეს. მიხვალ უბანზე მიეცი ხმა დაელოდე უბანთან და დაიცავი ხმა. ანუ ესეთი მობილიზებას თუ გააკეთებ, ეს შექმნის ორ რაღაც განცდას. ერთი რომ მე კი მივდივარ არჩევნებში, მე უშვებ რომ შეიძლება გამიყალბონ, მაგრამ მე ამავდროულად ვემზადები რომ ამ ხმებს დავიცავ. მე არ ვიქნები იმ ილუზიაში რომ აუ მივალ და ყველაფერი შეიძლება კარგად ჩატარდეს, მაგრამ მე ვემზადები ბრძოლისთვის რომ მე ამ ხმის უფლების დასაცავად ვიქნები მზად. ამ ენერგიას თუ გამოასხივებ და ესეთი მობილიზაცია შეძლებ, უკვე ეს ქმნის ერთგვარ ზეწოლას მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებზეც, რომლებმაც მე შეიძლება სადღაც როგორც წესი ხდება ხოლმე, ეს იქნება სასამართლო სხვა რაღაცა ტიპის რომ დაინახოს უკვე ძალიან კანკარა საიტკი ნიხრება, უკვე რაღაცა ტიპის ესეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ მე მაინც ყველაფერს უკავშირებ ამ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ თუ აქედან მხარეს სერიოზულ ფორმაში არ ხარ, ნაბიჯიკიდან არ გადაიდგმება. როდესაც არის ამ ოპოზიციის ეს მყარი ჩარჩო, მე მაინც გონია რომ ხშირ ამ მომენტში ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ რაღაცა წერტილამდე რომ მივა, შეიძლება მაინც მოქნილები იყვნენ რაღაცა ტიპის ნაბიჯებთან მიმართებაში, გააჩნიეთ კონტექსტს. ამიტომ მე უფრო ამას ვისურვებ. ეხლა ცოტა ძნელია, იმდენად დიდი უნდობლობაა და მე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა მგონია, რომ თუ ამისთვის მზადება დაიწყო, ხალხის იმედის დაბრუნება, რომ ასეთ ბრძოლაში შესვლა ღირს, იმიტომ რომ იმდენად დიდი იმედი გაცურება და ჩვენ თუ ეს იმედი არ დავაბრუნდეთ, ბრძოლაში ხალხის შეყვანა ვერ შევძელით და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხის მასა და აქტიურობა არის გადამწყვეტი კრიტიკულად ამ მომენტში, ძალიან ძნელი იქნება ამ ბალანსის რაღაცნაირად დარღვა. დავიწყოთ ამ ინფრასტრუქტურის მშენება, ჩვენ დავიწყოთ ადამიანების სამოქალაქო პარტიული ჯგუფებში ადამიანების უკვე მოაზრება ამ პროცესში, ვინც გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაში ჩართულია, ვისაც შეიყვანა ბრძოლაში იქნებიან, მაგალითად პარტიის ხაზით თუნდაც კომისიის წევრები, ხო, რომლებმაც იქ ადგილზე უნდა იბრძოლონ და ამ კუთხით რაღაცა ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჩვენ არ ვიცით ეხლა იმ მომენტში რა ტიპის კანონმდებლობა გვექნება, რის უფლება გვექნება, არ გვექნება, მაგრამ ადამიანები რო დაგჭირდება ამ ბრძოლისთვის, ეგ ვიცით. ამიტომ ამ ადამიანების მობილიზება და ამისთვის მზადება ჩვენ უნდა დავიწყოთ, რომ ვიყოთ სერიოზულ ფორმაში. ეს ადამიანი არა მარტო კომისიის წევრი იქნება, ამ ადამიანის ხმის დამცველი იქნება და გარეთ დადგება. ამიტომ აი ასეთ გზაზე უნდა ვიფიქროთ და თუ ამ კუთხით სერიოზული ტემპერატურა აიწევა, იქ უკვე რა ტიპის კომპრომისი იქნება გადადგმული,
ამას სიტუაცია რაც შეიძლება მეტი, მაგრამ მე მაინც გონია რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მეტად გარეწინააღმდეგობა უფრო გადამწყვეტი იქნება, გარეზეწოლა უფრო დიდად გადამწყვეტი იქნება ცვლილებებისთვის, ვიდრე თუნდაც ზოგიერთი ტიპის იქ, იმიტომ რომ ეს დიდ ენერგია შექმნის და როდესაც ძალა ჩანს, მე იქ უკვე აი ბზარები ჩდება სისტემაში და ირღვევა ყველაფერი. მე ხარ როგორც არჩევნების სპეციალისტი, რა თქმა უნდა, მინდა რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების რაღაცა ყველანაირი წინაპირობა შეიქმნას. და არაერთი რეკომენდაცია ძალიან ვრცელი არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ილუზიაში რა თქმა უნდა ვერ ვიცხოვრებ და ასევე ვიცით რომ ავტორიტარი ცდილობს რომ პირიქით რაც შეიძლება მეტი არ დათმოს და არა დათმოს, ხო, იმიტომ რომ ძალაუფლების შენარჩუნება ავტორიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. და სულ რომ დაპირება მივიღოთ, თქვა ქართული ოცნების მხრიდან, მე ამასაც არ ვენდობი, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს როგორ მოუტყუებია ქართული ოცნება საზოგადოება, იგივე პროპორციული ჩაგდებასთან დაკავშირებით გამართულ საკანონმდებლო ბაზისს. კი ბატონო, ამიტომ ხო, იმ შემთხვევაში თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ნამდვილად ძალიან ბევრი რეკომენდაციაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რა არის გასაკეთებელი, ხო? ამიტომ ტატოს იმ ნაწილში დავეთანხმები, რომ მე მგონია, რომ მოსაპოვებელია ის რაღაცა მინიმალური მაინც, რაც არჩევნებს დაარქმევს არჩევნებს, ხო, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვეძახით, რომ თუნდაც ძალიან ბევრი დარღვევის პირობებში, მაგრამ რაღაცა შესაძლებლობა რო იყოს, რომ წახვიდე არჩევნებს და რაღაცა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს არის მოსაპოვებელი როგორც ქვეყნის შიგნით წნეხით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითაც. იბაში დავეთანხმები, რომ რაღაცა გარეთ მობილიზებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოცდილებას რო გადავხედოთ, არჩევნები არის ნამდვილად დღე, როდესაც ამას იყენებენ პოლიტიკური აქტორები მობილიზებისთვის და ეს გასათვალისწინებელია. მომავალში ვნახოთ, როდის იქნება არჩევნები, ჩვენ არ ვიცით რიგ გარეშე იქნება მორიგი, რა იქნება კონტექსტი და ასე შემდეგ, ამიტომ წინასწარ რთულია ხოლმე საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა, მზადება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ამისთვის და როცა დადგება მომენტი, დემოკრატიული აქტორები უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაღაცნაირად დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ანუ შეიძლება ითქვას რეალურად, რომ არჩევნებს ვიგებთ არჩევნებამდე. მთელი პროცესი, რომელშიც უნდა ვიყოთ საზოგადოება და პოლიტიკოსები ჩართული, ეს არის პროცესი, რომელიც წინასწარ აგზნობინებს საზოგადოებასაც და მათ შორის მართლ სტრუქტურას, რომ ეს არჩევნები უკვე არის წაგებული. სადაც ის ვერ გაბედავს, თქვათ, იმ მექანიზმების გამოყენება. იდეაში რა, იმიტომ რომ თუ წინ მაგ პროცესში ესეთ სერიოზულ ფორმაში არ ხარ, სერიოზულ წნეხის ქვეშ არ ხარ, სერიოზულ კამპანიას არ აწარმოებ და ზეწოლას არ ახდენ, ვერც კლიმატს ქმნი, ვერც განცდას იმედს აბრუნებ, ვერც ხალხი მიხავს უბნებთან და ვერც ხმიების დაცვას ახერხებ და ახლა თუ ესე ინერტულად მიდიხარ ამ პროცესამდე და იმ დღეს ამ ბრძოლის მოგება თუ წინასწარ არ გაქვს ამუშავარი, უბრალოდ წარმოუდგენელია. ეხლავე უნდა დაიწყოს მუშაობა ყველაფერზე, ეხლავე უნდა ხდებოდეს მზადება, ეხლავე უნდა იქნებოდეს ეს ინფრასტრუქტურა, ადამიანების ეს ქსელი საწყობა, რომ რაღაცა მომენტში ისე ჰიპოთეტურად ცოტა ვადაზიადე რომ დაგინიშნო, შეიძლება უბრალოდ ფიზიკურად ვერ მომასწრო რაღაცების გაკეთება და უბრალოდ ძალიან არათანასწორ პირობებში აღმოჩნდე თუნდაც. მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, არც 28 ძალიან შორს ხა, ძალიან მალე გავა ეს დროც. რა გვინდა ამისთვის? მინიმალური პირობები და რა უნდა გავაკეთოთ ამ მინიმალური პირობების მისაღწევად. მე მაინც გონია რომ სამოქალაქო მობილიზებაზე გადის დიდწილად ბევრი რაღაცები. ამიტომ აი ამას და აი ამ გეგმით უნდა იმუშაო. კრიტიკული მომენტები გადავლახეთ, სერიოზული წნეხი გავიარეთ და აგერ მაინც ვდგავართ ამ პროცესში და წინააღმდეგობა არ ქრება და ეს ამან შეიძლება პირიქით უკვე ახალი ენერგია წამოიღოს და ეს გამოსაყენებელი იქნება. ქართველი ხალხი მართლა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და რა ვიცი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის და ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა რომ ქართულ ხალხს უნდა ამ ქვეყანაში დემოკრატია, უნდა პროგრესი, უნდა ევროპული მომავალი, არ უნდა ეს უკუსლა რომელსაც ხედავენ ამ ხნის განმავლობაში და რა ვიცი მე მგონია რომ ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს ამისთვის და სხვა აქტორებმაც, დემოკრატიულმა აქტორებმა მოდი ასე ვიტყვი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის და ხელი შევუწყოთ. ჩვენ ის არასდროს გვეთქვამს, რომ ეგ ბრძოლა, რომელი ბრძოლის გზასაც ჩვენ ვირჩევთ, არის ან თუნდაც სამართლიანი, ან თუნდაც მარტივი. რა თქმა უნდა, უსამართლო არის სართულიანი, მაგრამ ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად, აი თქვენ გჯერათ, რომ ქართული ოცნება პირობითად ხვალ რაიმე კეთილნებას გამოავლენს და უკეთეს საარჩევნო პირობებს შექმნის. ან თუნდაც აი დღეს არსებობს ესეთი ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ოცნებას ზეწოლა და ოცნება ხვალ გახდება უფრო კეთილშობილი. ბოლო 1 წელია მაგალითად როგორც ოპოზიცია აქტიურად ცდილობს რომ თუნდაც საერთაშორისო ჩვენ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით მოახდინოს იმ სახის ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, რომ ქართული ოცნება წავიდეს დათმობაზე. ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ქართული ოცნება არ თუ დათმობაზე წავიდა, არამედ მიიღო უფრო მეტი რეპრესიული კანონი. ანუ
ეს არის ჩემთვის იმის ინდიკატორი, რომ ქართული ოცნება არანაირ დათმობაზე წასულს არ აპირებს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. გვაქვს ერთი არჩევანი, ხო, არჩევნებში შესვლა, თუნდაც აი ამ უსამართლო პირობებში. მეორე არჩევანი იყო მაგალითად 4 ოქტომბერი, რამაც მოიტანა კიდევ უფრო მეტი დაკავებული ადამიანი. მე მაგალითად მაგზას არ ვემხრობი. ჩემი ხედვით, ჩემი გზა არის არჩევნების გზა და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. ამ პოლიტიკურ განზომილებაში, სადაც ბალანსი ქართული ოცნების ელექტორატსა და ოპოზიციურ ელექტორატს შორის არ არის იმდენად რადიკალურად განსხვავებული, რომ ხალხს კონდეს ეს ბუნებრივი აღქმა, რომ მაგალითად ჩვენ გვაქვს კოლოსალური უპირატესობა ოცნების ელექტორატთან მიმართებაში, ჩემი ეს ამ ეტაპზე არ არის სხვა გზა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკურ პროცესს და სახელმწიფო ინსტიტუციებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რა შედეგი შეიძლება კონდეს პოლიტიკურ პარტიას ან როგორი უპირატესობა კონდეს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. საკითხი მდგომარეობს შემდეგში. ქართული ოცნება გაბედავს თუ არა და დაიწერს თუ არა იმ შედეგს, რა შედეგიც მას უნდა. ქართულმა ოცნებამ განსხვავებით უნგრეთის მაგალითისა გაბედა და 2024 წელს დაიწერა ის შედეგი, რაც მას აწყობდა. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო საზოგადოება მიწის, რომ ქართულ ოცნებას არ მიუღია 54%, ანუ არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 54%, ამიტომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია. ეს არის პროცესი. ჩვენ რაღაცა 80%-ის მიღება კი არ გვინდა არჩევნებში, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ამომრჩევლის ნება და ამომრჩევლის გადაწყვეტილება პროპორციულად ნაწილდებოდეს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მთავარი მიზანი. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიიტაცებენ ხელისუფლებას და ყოველთვის იქნება ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავის მარცხს გაამართლებენ იმით, რომ თურმე ამომრჩევლის 70% მას არ უჭერს ხარს. ესეთი შეიძლება ისტორიაში არც მოხდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებზე და ვსაუბრობთ საპარლამენტო რესპუბლიკებზე. თქვენ ვერ დამისახლებთ ვერცეთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც თუნდაც ავტორიტარულ რეჟიმში რომელიმე ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტია ახერხებს 70%-ის ამომრჩევლის ხმების მიღებას. რაც შეეხება უნგრეთის მაგალითს, უნგრეთის მაგალითში ის ავტორიტარული არასწორი საარჩევნო სისტემა, რომელიც ორბანს საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული, იმუშავა ოპოზიციის სასარგებლოდ. თორე ბალანსი რაც იყო წარმოდგენილი, მსგავსი არ იყო, უბრალოდ ამ 55%-მა მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, მადიარს და მის გუნდს. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ მოდი ახლა 70%-მდე ავიდეთ, პირობითად რომ 70%-მდე. ეს მოლოდინი არ უნდა შევიქნათ, ვინაიდან ეს არის განწირული მარცხისთვის და ეს შეიძლება არც არასდროს მოხდეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ არჩევნები დავამსგავსოთ არჩევნებს და ვისაც რამდენი ხმა ექნება, ზუსტად ისე აისახოს პროპორციებში საბოლოო შედეგებში. რატომ ამბობთ, რომ ეს არის ჩვენი არჩეული გზა, ბრძოლის გრძელი გზა? შეიძლება, ხო, აი ამ არჩევნებმაც, მაგალითად 2025-ის არჩევნებმა, მანამდე 2024-ის არჩევნებმა ადამიანების ნება არ გამოხატა და დადგა არასამართლიანი შედეგი, ხო? რაზეც ყველა ვთანხმდებით. თუმცა ამან ოპოზიციას გარკვეული ინსტრუმენტი მაინც გაუჩინა იმისთვის, რომ ხალხისთვის უფრო ფართოდ, უფრო დიდი პლატფორმიდან ელაპარაკა და დაერწმუნებინა და ენახებინა ქართული ოცნების ის სახე, რაც რეალურად დღეს ხალხი ხედავს და ქართული ოცნების ლეგიტიმაციაზე რო საუბრობ, ჩემთვის იმის ინდიკატორი, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია სუსტება და დაღმავალი არის ის, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი დღეს რწმუნდება, რომ ქართულმა ოცნებამ მის მოატყუა და ქართული ოცნების ლეგიტიმაცია აი ამ ხალხში, მის ამომრჩეველში, სწორედ აი ამიტომ არის ჩემთვის დაღმავალი და რაც უფრო მეტ ინსტრუმენტს გავაჩენთ იმისთვის, რომ ხალხი ამაში დარწმუნდეს, ჩემთვის ეს არის გზა, ბრძოლის გზა. ამიტომ არის ჩემთვის სწორედ ეს გზა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ერთადერთი ალტერნატივა. ბიზინა ივანიშვილი არასდროს ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, თუ მასზე არ იქნება პოლიტიკური ზეწოლა. საქართველოს ისტორიაში გვაქვს არაერთი მაგალითი, არაერთი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მაგალითად, კომუნისტებმა ჩაატარეს არჩევნები, რომელიც გამოხატავდა საზოგადოების აზრს და კომუნისტები შეიცვალა არჩევნების გზით. ასევე ყველა შემდეგი ხელისუფლება, მაგალითად ედუარდ შევარდნაძეს ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა არჩევნები, მაგრამ თვითონ ედუარდ შევარდნაძესვე მოუწია ახალი არჩევნების დანიშვნა, რომელიც ჩატარდა სამართლიანად. ყოველ შემთხვევაში ასახავდა იმ შედეგს, რა შედეგიც იყო საზოგადოებაში განწყობების მიხედვით. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარდა არჩევნები, რომელიც შეიძლება არ ჩაითვალოს სამართლიან არჩევნებად, როგორც საარჩევნო სამართლის პრინციპებთან მიმართებაში, მაგრამ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ისე დასუსტება და უნდა დავასუსტოთ, არა პარლამენტში ყოფნით და სიმულაციით სახელმწიფოებრიობის თამაშის, არამედ უნდა დავასუსტოთ, რომ მას მოუწიოს სამართლიანი არჩევნების
დანიშნა და რის ხარჯზე, ანუ რატო დანიშნავს? იმიტომ რომ მას არამხოლოდ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწიოს, არამედ შეექმნა საფრთხე პირადი კეთილდღეობის. ესეთი მაგალითი არის არაერთი მოლდოვის, უკრაინის, უნგრეთის, პოლონეთის და მთელი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მათ შორის ბულგარეთის და სხვა. ამიტომ რწმენა იმისა, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, ეს რწმენა არის დასაბრუნებელი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უნდა შევქმნათ არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი კეთილდღეობის საფრთხე, რომ მას მოუწიოს სამართლიანი არჩევნები. სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს და ეს არგუმენტი არის პირიქით არგუმენტი იმ ხალხისთვის, ვინც ამბობს, რომ თან არჩევნების გზით უნდა შეცვალოს ხელისუფლება, თან რევოლუცია არ უნდა და თან ამბობს, რომ 70%-ს მიიღებს როდესმე. ეს არის ოქსიმორონი, გამორიცხულია და არც თეორიაში და არც პრაქტიკაში მსგავსი რამ არ მოხდა. ამიტომ ჩვენ დავასუსტებთ რეჟიმს, ჩვენ მივიყვანთ ჩამოშლის პირას რეჟიმს, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში და სააკაშვილის შემთხვევაში ხელისუფლებას არ ვფიქრობ, რომ რეჟიმი იყო, მაგრამ მას ჰქონდა ავტორიტარული ნიშნები, როგორც მოხდა ასლან აბაშიძის შემთხვევაში, როგორც მოხდა შევარდნაძის შემთხვევაში და როგორც მოხდა კომუნისტური პარტიის შემთხვევაში. ყველა შემთხვევაში ხელისუფლება ისე დასუსტა, რომ მას მოუწია ისეთი არჩევნების დანიშვნა, რომლითაც ხელისუფლება შეიცვალა. და საბოლოო ჯამში ამას ჩვენ ვერც გვერცაულით და ყველა შემთხვევაში ესე მოხდება, თუ ჩვენ გავიმარჯვოთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ, ვინაიდან ოპოზიციურად განწყობილი ამ მომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა იმ იდეას ემხრობა, რა იდეასაც ყოველ შემთხვევაში სამართლიანი არჩევნების დანიშნვის იდეასაც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ მოდელს თავაზობს საზოგადოებას. ოპოზიციურად განწყობილი ამ მომრჩევლის უმრავლესობა ამხარესაა, ჩვენ მნიშვნელოვანი ვარ, რომ ვიყოთ იმდენად მეტი, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები შევქმნათ.